ჩემი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ჟურნალისტიკას, უკვე 15 წლიანი სტაჟით და ყველაზე მეტად რასაც მე როგორც პოეტი განვიცდიდი, ეს იყო ჟურნალისტიკაში გაბნეული სიტყვები. გარდა დროისა, რაღაც დროის გარკვეული მონაკვეთები, რომელიც ინტერვიუს მომზადებას, სტატიის დაწერას ეძღვნებოდა, ეს იყო დაკარგული სიტყვებით. რის გამოც ვთვლი, რომ ძალიან დაზიანდა ბელა ჩეპურიშვილი როგორც პოეტი და როგორც მწერალი, რადგან რამდენი მოთხრობაც არ დავიწყე, ვერც ერთი ვერ დავამთავრე, სწორედ იმის გამო, რომ ის სიტყვები სტატიაში უნდა გამომიყენებინა და მოთხრობისთვის აღარ რჩებოდა. პირდაპირი მნიშვნელობით სიტყვები დამეკარგა და როდესაც ლიტერატურულმა ფორუმმა ებლითფო შემომთავაზა დამეწერა ჩემი მონოლოგი, როგორც მწერალს მონოლოგი, პირველი რაც გამახსენდა ეს იყო, რომ ვინ ვარ მე, აი როგორი მწერალი ვარ, თუ როგორი პოეტი ვარ და მომენტალურად წამოვიდა ეს მეტაფორა, რომ მე ვარ სიტყვების ჩარჩი, ჟურნალისტი, რომელიც სიტყვებს ყიდის, ადამიანი, რომელიც სიტყვებს ყიდის, რადგან ის ჟურნალისტია. ლექსები ცუდად იყიდება. ამაში არავინ არაფერს არ გიხდის, ძალიან მცირე ჰონორარს გიხდის და ვერც იმდენ ლექსს დაძერ, რომ შენ ყოველდღიურად ის გაყიდო და ამით იარსებო უბრალოდ. მე აღარ მახსოვს ეს რამდენიმე წლის წინ იყო, რა დავწერე ამ მონოლოგში, ხა თქვენთან ერთად გავიხსენებ. სიტყვების ჩარჩის მონოლოგი. ხომ შეიძლებოდა ყოფილიყავი მებაღე ან მებადური. კერავით შეიძლებოდა გამხდარიყავი ბოლოს და ბოლოს, ან და ქსელის ბეჭვა მესწავლა. ოღონდ არამც და არამც ბუღალტერი. თანამედროვე ბუღალტერია წარმოუდგენელია კომპიუტერული ოპერაციების გარეშე. მე კი სწორედ კომპიუტერისგან გაქცევაზე ვლაპარაკობ ახლა. კომპიუტერისგან და სიტყვებისგან. სიტყვა ხომ ღმერთია და ღმერთთან ყოველწამიერი შეხებით კი შეიძლება გონება სრულიად დაგებინდოს და წარწყდე. რა ბედნიერება იქნებოდა მე კურევ ყოფილიყავი, ან კონდიტერი, ან და სულაც მღებავი, ოღონდ არა ჟურნალისტი. მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანები ძილის წინ გასართობ სერიალებს უყურებენ, უფრო ჩვეულებრივები ინტერნეტიდან გადმოწერილ ფილმებს მისჩერებიან, ხოლო კიდევ უფრო ჩვეულებრივები სხვადასხვა შინაარსისა და ფუნქციის ფორუმებზე აფრქვევენ ემოციებს. მე მორიგ სტატიას ვწერ ერთ-ერთი მცირე დანაზღაურებადი გაზეთისთვის. გამოცარიელებული მივჩერები ვარ მონიტორს და კლავიატურაზე საკუთარი თითების კაკუნის გარდა სამყაროს ყველა ხმა დახშული მაქვს. მაშინ როცა ნორმალური ადამიანები საბანში ოცნებადნარევი მტკნარებით ეხვევიან, კიდევ უფრო ნორმალურები კი საბანთან ერთად თავიანთ ცოლებს, ქმრეებს, გერლ თუ ბოიფრენდებსაც ეხვევიან, მე ემბრიონის პოზაში მოკეცილი მომავალი სტატიის სათაურზე ან ქვესათაურზე ვფიქრობ. შესავალს ვაყალიბებ ამ ინტერვიუს კითხვას ვგეგმა. ხანდახან, როცა უბრალოდ ცუდად ვარ და არა ძალიან ცუდად და ამ დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში სკამს ვიპოვი, ჩემს ტვინში რაღაც არასტანდარტული სიტყვები იწყებენ წრიალს. მერე ერთ ხაზზე ლაგდებიან, შუბლზე გადმოდიან და თვალებისკენ მოცოცავენ. მაშინ ხსნი ჩემს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ამბებით გაძეწკილ რვეულს და რომელიმე თავისუფალ გვერდზე, ან და სულაც ყდის შიდა თეთრ მხარეს, ამ სინივით გაჭიმული სიტყვების გადმოტანას ვიწყებ. სახლში მისული კი ვამჩნევ, რომ ლექსის მსგავსი რაღაც დამიწერია და რამდენიმე მეგობრის აზრსაც რომ გავიგებ, სასწრაფოდ ლიტერატურული საიტისკენ მივაქადებ, რომ სადმე არ მიმიკარგოს, ჩემს უთვალავ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სტატიების ფაილებში არ შემერიოს. ეს როცა ცუდად ვარ, თორემ როცა ძალიან ცუდად ვარ და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ისეა გატენილი, რომ სკამი კი არა, ცალფეხზე მდგარს ყიყლიყოს დაძაღება მინდება, ჩემი ტვინიდან გამომავალი აზრები რაღაცნაირად წებოვანი ხდებიან. ღრუბლის ფორმას იძენენ და თვალებზე ჩამოცოცებულები სამყაროში არსებულ ფერებს მზის შუქს უკარგავენ. ასეთ დროს ჩემს გარშემო ადამიანები სასეცებიან მწერებს ემსგავსებიან, რუხი ზურგებით და უფერული ულვაშებით. სიტყვები ეს პატარა ღმერთები თუ ღმერთი შვილობილები იმისთვის არიან მოვლენილნი, რომ ადამიანებს ემსახურონ. 3000 ენაზე მოლაპარაკე დედამიწელს კომუნიკაციაში დაეხმარონ. სიყვარული აჩუქონ და ნუგეში სცენ.
ასე ფიქრობს ამ 3000 ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა 99% და უფალს ადიდებს. ჟურნალისტები კი ფიქრობენ, რომ სიტყვები, ეს პატარა ღმერთები თუ ღმერთიშვილობილები, იმისათვის არიან შექმნილი, რომ მათ ლუკმა პურის მოძიებაში დაეხმარონ და ჟურნალისტზე უფრო ხელშესახებად მათ ღვთაებრიობას ალბათ არც არავინ განიცდის. არის დღეები, როცა ძალიან მტკივა ზურგი, მაჯები, თითები, მონიტორზე რამდენიმე საათიანი ყურებისგან თვალებში ყვითელი ხაზები იკლაკნებიან და მოკლე ჩართვებს აკეთებენ. მე მაინც ბედნიერი ვარ, რადგან რომელიღაც მცირე დანაზღაურებადი გამოცემისთვის ეკონომიკურ-კულტურულ საგანმანათლებლო თემატიკის სტატია უკვე გადავგზავნე და შემიძლია თავისუფლების წუთებით დავდგმე. ჰოი, ჯერ არ გალერეებს ჩამოუვლი. მერე კინოსაიტებს გადავსინჯავ. ერთდროულად რამდენიმე ფილმს მივცემ დაუნლოადზე, როგორმე რომელიმე მშვენიერი და დაუვიწყარი დღის იმედით, როცა მათი ნახვის ბედნიერება მომეცემა. მერე ლიტერატურულ პორტალს ჩავუქროლებ. ერთიოლ პლუს-მინუსად შევაფრთხიალებ და ფორუმზე წუწუნების თემაში რამდენიმე გულსაკლავ წინადადებასაც რომ დავტოვებ, ღრმა დამოვისუნთქავ და გლეხი კაცისა და ქილა ერბოს არაკში შევდივარ. ისე კი არა სასკოლო სახელმძღვანელოებში რომ გადაგვარბენინეს. მე სულ ღობე და ეზო მივდივარ და ჯერ წიწილებს მამლებად ვაქცევ, მერე მოზურებს ხარებად. ბესო ხვედელიძე თავის დაუმთავრებელ მოთხრობებს გასათხოვარ ქალიშვილებს ეძახის და ერთი სული აქვს ხოლმე გაამზითოს და პატრონს ჩააბაროს. მე ბესოსავით დარისპანის როლს ვერ ვითავსებ, უფრო კომბლეშე ვეფერება, ვთლი და ჭერში ვაწყობ და ვინაიდან არც ცხრები მყავს და არც მწყემსი ვარ, ამ სახელდახელოდ გამოჩორკნილებს ქვევის ჩამოტანა არც არასდროს უწერია. ზაზა თვარაძე წერდა თურმე თავის დღიურში, იმიტომ წერ რომ მეშინი არ გავქრეო. მე იმიტომ წერ რომ გავქრე. ეს ვიცი და შეგუებული ვარ. ვინაიდან ჩემი ჟურნალისტური სტატიები არავის არასდროს არაფერში სჭირდება. არც არასდროს დასჭირვებია და არც მომავალში დასჭირდება. ბუნებაში ისინი მხოლოდ იმ დღეს არსებობენ, როცა გაზეთი გამოდის. მე მაინც ვწერ, ისევე როგორც ასობით ჩემი კოლეგა საშუალო დონის ჟურნალისტი და ამ სტატიებს თან მიყვება სწორედ ის სიტყვები, რომლებიც ასევე ჩემნაირებს გაქრობისგან იცავენ და უკვდავებას ანიჭებენ. ის სიტყვები, რითაც დავწერე მამას, სალომეა, ცერცვისა და კედლის ამბავი, ღია ბარათები. მაგრამ ასეთი სიტყვები ძალიან ცოტა მაქვს მას შემდეგ, რაც ისინი ეკონომიკურ-კულტურულ საგანმანათლებლო სტატიებში უნდა გავფანტო ყოველდღიურად და კაპიკებად და კაპიკნახევრებად უნდა გავყიდო. ძალა გამოცილნი, გაბახებული ქალებივით უმწეოდ ხუჭავენ თვალებს და ოქროს ქოშებით მისულს ხელისკურით მიშორებენ, ვიდრე მე ჩარჩი ვიქნები, ჩვენი ნიშნობა არ შედგება. ეს მონოლოგი 2007 წელს დაიწერა და მას შემდეგ თითქმის 6 წელი გავიდა და ვთვლი რომ ჩემთან არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და არაფერი არ შეცვლილა. მე ისევ მიწევს სტატიების წერა, ისევ ვიფანტება ჩემი სიტყვები სტატიებში და ისევ გამოჩორკნილი კომბლები მილაგია ჭერში. თუმცა ვთვლი რომ ერთ რაღაცას მიმახვედრა და მიმაჩვია ჟურნალისტობამ. მუდმივად დამკვირვებელი გავხდი და ეს მეხმარება იმ ციკლის ლექსების შექმნაში, რასაც ბოლო დროს ვწერ და ჩემი ბოლო კრებული შეკითხვაც სიზიფეს ფაქტობრივად აი ამ დაკვირვებების შედეგად შეიქმნა. ასე რომ მე ალბათ მაინც მადლობა უნდა გადავუხადო ჟურნალისტებს.